2025 წელს ქართულ-სერბულ დიპლომატიურ მეგობრობას 30 წელი შეუსრულდა. კულტურა ის სივრცეა, სადაც ქვეყნები და ხალხები ყველაზე ღრმად და შემოქმედებითად ეცნობიან ერთმანეთს. ამ მხრივ პოეზიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 2024-2025 წლებში თბილისში საქართველოს მწერალთა სახლის მოწვევით სერბი პოეტები იმყოფებოდნენ. საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებით სერბმა პოეტებმა შექმნეს ჩანახატები და ესეები. სწორედ ამ მშვენიერმა ტექსტებმა შთაგვაგონა ეს აუდიო კომპოზიცია, სადაც ქართულად თარგმნილი მათი ლექსები და თბილისური ჩანახატები მოიყრის თავს. პოეზია კულტურათა და ენათა შეხვედრის ადგილია. ჩვენს კომპოზიციასაც ასე ჰქვია: პოეზია შეხვედრის ადგილი. პროექტი მომზადებულია საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით. სერბი პოეტების ლექსები და ჩანახატები თარგმნა ნინო სადღობელაშვილმა. ტექსტებს კითხულობენ მსახიობები ნინო ფილფანი და თემო ფირცხალაიშვილი. ხმის რეჟისორი თორნიკე ბუხრაშვილი. ალექსანდრა პავიჩევიჩი. სხეული და სისხლი. მომიახლოვდი, გზას გაუყვეთ, მარტო არ დამტოვო ღამით, მხრებზე შენებურად მომეხვიე, მკერდზე მომაყრდენი თავი, შენზე ფიქრებს ჩემში ჩუმად უსმენ და ამ სიჩუმესაც გიყოფ, მზადო არ სუნთქვაც მოგცე, სულიც დავთმო, მხოლოდ შენი სახე ვიყო. სისხლის ბილიკებსაც მოაგენი, ჩემში ნეტარებით აღწევ, გახდი ძალა, ჩემი მბრძანებელი, სიხარ სამეუფო ტახტზე. თოვლისფერი კაბა დამაფარე, შენი შეღამების მთიებს. როცა უკვე შენად გადვიქცევი, შენ სისხლს შევერევი, შენს გულა დავძგერდები და ჩემში უსასრულოდ გაგრძელდები. ამას გთხოვ, მაპატიე. საკუთარ თავს პოეტად არასდროს მოვიხსენიებდი. ალბათ ცრურწმენებისა და წარმართული რწმენის გამო. თუ ამას ხმამაღლა ვიტყვი, ვეღარასდროს დავწერ მეთქი ლექსს. დაუცებ, მეგობრისგან მოწვევა მივიღე. წამოდი ჩვენთან იმ ადგილას, სადაც არასდროს ყოფილხარ. წამოდი და მხოლოდ ჩვენი ლექსები წამოიღე. საქართველოში მივდივართ. ალექსანდრა პავიჩევიჩი. ხვალ. მოდი იმაზე ვისაუბროთ, რასთანაც არაფერი გვაქვს საერთო. ჩვენთან ყველაფერი კავშირშია. და კოსმოსი? ეს არის საწყისი. და მარადისობა? მხოლოდ ეს. და სიკვდილი? ჩვენ მასში დავიბადეთ. ხვალინდელ დღეზე ვისაუბროთ? კარგი. შეგვიძლია ამაზე საუბარი. დილა ადრიან მივუახლოვდით ქალაქს, რომელიც სავსეა ტოტემებითა და გორაკებზე აღმართული ეკლესიებით. მის ზეგანზე კი მდინარე მოედინება, ბევრი ხიდით გადატიხრული. ერთ-ერთი ხიდი მინისგან იყო აშენებული. სიმბოლურად აერთებდა ქალაქის ძველსა და ახალ ნაწილებს. მოგვიანებით გავიგე, რომ მას მშვიდობის ხიდი ერქვა. არის კი მშვიდობა იმ სივრცეში, რომელიც წარსულსა და მომავალს აკავშირებს. თუ აქ მხოლოდ ომები და ტანჯვა ტრიალებს. გორდანა ვლაიჩი. დედას. დედა. ვერ მოძრაობ. ვერ მოძრაობ, დედა.
კართან წყდიადი ყმუის. ეს ხმამ ბოჭავს. ფეხებს ვატყუპებ, რათა ჩემში მოფართხალე შიში გავჭყლიტო. მშიერი მგლების ხროვა ცდილობს გამიტყუოს. ნესტოები გეშითებერებად. მახსოვს ეს სუნი. საბნის ქვეშ აღწევდა, როცა ვკანკალებდი, როცა მგელკაცის ხორკლიან ვნებას ვიყნოსავდი, როცა მეგონა, რომ დაბრუნდა დიდი გამყინვარება და ვტიროდი, მაწანწალა უჩიშო ძაღლივით. რას ნიშნავს სიტყვა საქართველო? რა ასაკისაა თქვენი ანბანი? როგორ შეძელით ამხელა იმპერიების გზაგასაყარზე დღემდე მოგეტანათ თქვენი ენა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა? ეს კითხვები ჩემს ქართველ კოლეგებს დაუსვი. ისინი საიდუმლოსავით ჟღერენ. დიდ ისტორიას იტევენ და დიდ ხალხზე გვიამბობენ. პატარა ქვეყნის დიდ ხალხზე და სიმამაცით სავსე ისტორიაზე, რომელიც ნებისმიერ შთააგონებს პოეზიისთვის. პოეზია კი სიცოცხლეა. ჩვენ ვცოცხლობთ ერთმანეთის განცდით. საქართველოც ძალიან ჰგავს პოეზიას. როცა ვუსმენ ქართულ თარგმნილ საკუთარ ლექსებს, მგონია, რომ სწორედ ასეთია პოეზიის ხმა. გორდანოვ ლაიჩი, ეკლიან გემზე. ცვირფასო, ცვირფასო, დავიღალე კოცნით და იმედებით, უმწეო წუხილით დავიღალე, საყვარელო, სიყვარულო, სავსე ვარ სიტყვებით, თბილი და ლამაზი, გზნებარე და მთრთოლვარე სიტყვებით, გულის რევამდე სავსე, სატრფო, მიჯნურო, მოგწონს ჩვენი სარეცელი, მოგწონს სიშიშვლე, რომელიც ციცივის ხორკლითაა დაფარული, სიშიშვლე, რომელიც არ ჩანს, სწორედ ამიტომ ნელ-ნელა ვქრები ამ სარეცელზე, ჩვენი სიყვარულის წიგნზე. ჩემო არაფერო, ნუ განმიკითხა. აღარ გვიზიდავს ერთმანეთის არაფრობა, აღარ ედება ცეცხლი ჩვენს ხსოვნას. ძვირფასო, ოცნება ჰორიზონტივით ვიწროვდება და იძირება ჩვენი ეკლიანი გემი, რომლის ერთადერთი მეზღვაური მე ვიყავი. ფსკერამდე უნდა ჩავყვე. დუშიცა ივანოვიჩი, ჩემმა ქართველმა მეგობრებმა სულიკოდ მომნათლეს. ორჯერ ვესტუმრე ამ მშვენიერ ქვეყანას, ორჯერ ვიგრძენი ქართველ ხალხთან აუხსნელი სიახლოვე. მე, ვინც მუდამ ვამბობდი, რომ ერებს შორის არ არსებობს არც სიყვარული და არც სიძულვილი, რომ არ შეიძლება რაიმე განზოგადება კარგზე თუ ცუდზე, რომ თითოეული ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობაა, როგორი ურთიერთობები გვექნება სხვებთან და ამით როგორ საზოგადოებას ავაშენებთ. ქვეყნები შეიძლება შეცდნენ. ისინი პოლიტიკური იარაღია. ინდივიდებმა კი საკუთარ თავზე უნდა იმუშაონ, მუდმივად უნდა ისწავლონ, რომ უკეთესები გახდნენ, რომ მათი სული გაიზარდოს და გადააბიჯოს ბანალურობას, ყოველდღიურ პოლიტიკას ან სულიერ მატერიალურ გაჭირვებას. დუშიცა ივანოვიჩი, სახლი. სახლი, ეს რწმენა, სასოდე სიყვარულია. ამ სახლს ჩუმად გულში ვაშენებთ. ყოველ დილას გავახელთ თვალს და ვტოვებთ მის კედლებს.
ქალაქის ხმაურს შევერევით და სამყაროს ფავშვებით ვუმზერთ. ის ნამდვილი და უღალატოა. ღამით კი, როგორც მფარველ ტაძარში, კვლავში უბრუნდებით ჩვენს ნაალერსებ გულში. ქართული ენა ერთდროულად ხისტიც არის და ნაზიც, მრგვალი და თვალისთვის ლამაზი ასოებით. მათ ორთოგრაფიაში არ არსებობს დიდი და პატარა ასოები, რადგან ყველაფერში სიმბოლოს ვეძებ ჩემმა მეორე ვიზიტმა საქართველოში დამარწმუნა, რომ ქართველთა სულსა და მათ ანბანს შორის კავშირია. ვუყურებ საყვარელ სერბულ ანბანს უფრო დაკვირვებით, იმ ანბანს, რომელსაც ჯორჯ ბერნარდ შოუმ მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი უწოდა. მაინტერესებს უნახავს კი ბატონ ჯორჯს ოდესმე ქართულიც? რამდენიმე დღის განმავლობაში ვსაუბრობდით, ვსუნთქავდით, ვმღეროდით, ვწერდით და ვცეკვავდით ორ სრულიად განსხვავებულ ენაზე და ამ პროცესში სულ უფრო მეტ საერთოს პოულობდით არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ ჩვენს ერებს შორისაც. დუშიცა ივანოვიჩი, ელდა, მას, ვისაც ჩაეძინება. ეს საუკუნე გააღვიძებს რკინის გიგანტების ხმაურით და შიშით. შეკრთებიან მთები. სიკვდილით დანაღმულით საღრუბლებს გაჭვარტლავს და სივრცეებს გათოშავს. კაცი თხუნელად იქცევა, რათა გადაურჩეს ღამეს და მეორე ღამეს და მესამე ღამეს და ყველა მომდევნო ღამეს, რაც მოვა. ღამეებს, რაც არ ვაღიარეთ მაშინ, როდესაც ჩვენს პლანეტას მართავდნენ ომის შვილები. ჯგუფური აქტივობა სიუჟეტით. ამფითეატრში, მაღალი ცის ქვეშ. გატაცებით ვთამაშობთ მე და შენ. სხვადასხვა როლი გვაქვს და ნამდვილ მსახიობებს ვგავართ. ჩვენს თამაში ბევრი თავისუფლება და სილაღია, ბევრი დეკორაცია, გრიმი და რეკვიზიტი. ვთამაშობთ გაუჩერებლად და ცხოვრებას როლებად ვიყოფთ. საქართველოში ჩემმა მეგობრებმა სულიკოდ მომნათლეს. ეს სიტყვა გულს მithბობს, სისხლს მიჩქარებს, სახეს ღიმილით მივსებს. თითქოს ნაწილობრივ თავადაც ქართველი ვარ. საკუთარ თავს ვგრძნობ იმ პოეტ ქალთა სტრიქონებში, რომელთაც ერთად ვუზიარებთ ჩემს ლექსებს, ქართულ ღვინოში და ქართულ სიმღერებში. თბილისის ქუჩებში ისე დავდივარ, თითქოს სახლში ვიყო. ქართველთა წმინდა ადგილებით ჩემთვის მართმადიდებლური სიწმინდეებია. ერთმანეთს თვალებში შევციცინებთ, დებივით ვეხვევით და ისე ვუგებთ ერთმანეთს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვქონდეს გატარებული. პირველი ვიზიტიდან დამამახსოვრდა მონასტრები, კავკასიონის მწვერვალები, ქემრიელი საჭმელი, კეთილი ხალხი. მეორე ვიზიტი კი უკვე სახლში დაბრუნებას გავდა. ჩემს მეგობრებს ხვდებოდი, რომლებთან ერთადაც რამდენიმე თვის წინ ბელგრადისა და პანჩევოს ქუჩებს მიუყვებოდი. ორივე ჩემი საყვარელი მეგობარია და ისინი წმინდა ნინოს სახელს ატარებენ. ძველი ლათინელები ამბობენ, nomen est omen, სახელი ნიშანია. ღვთის ბაღში არაფერი ხდება შემთხვევით, რადგან ორივეს მიეცა შესაძლებლობა სიყვარული გაევრცელებინათ. ისევე როგორც წმინდა ნინომ გაავრცელა რწმენა და მე ამ სიყვარულს ვიღებ და სიყვარულით ვპასუხობ. ჩემი ქართული სახელია სულიკო. სული. ამით ვცნობთ ერთმანეთს. მე რომ წავალ,
ერთი ოცნებაც არ დამრჩება დაუხატავი. მე რომ წავალ, ყველა კითხვა იპოვის პასუხს. ვერც მონატრება, ვერც სურვილი ვერ დამეწევა ზეცისკენ წასულს. ფერმქრთალი სული თოქზე გაფენილ პერანგივით მოწყდება სივრცეს და აიჭრება ღრუბლის ფიქრებად. მოგონებები დაგვრჩება მხოლოდ. ცოცხლების ხსოვნა იფეთქებს ჩემგან და არასოდეს არ განიმქრევა. მოგზაურობა მონასტერში, რომელიც წმინდა ნინოს სახელზეა, კავკასიონის ფერდობზე. შესვენება სოფელში, ტრადიციული პური, ყველი და შინაური ჭაჭა. ძველი დროის სურნელი, რომლისკენაც ნოსტალგიურად მივილტვით, თუმცა ერთი დღეც კი ვერ ვძლებთ მობილური ტელეფონის გარეშე. და ბოლოს ვპოულობთ ჩვენი მოგზაურობის ოქროს ძაფს, თოვლიანი მწვერვალები, რომლებიც ორ კონტინენტს ყოფენ, ხმელთაშუა ზღვის მწვანე ბუნება და მზით განათებული წმინდა ნინოს მონასტერი. მის საფლავთან დაჩოქება მინიმუმია, რაც ამ სიმშვიდის მომენტისთვის შემიძლია გავაკეთო. გვინდა უფრო ღრმად ჩავიდეთ და ჩავდივართ. რამდენიმე კილომეტრით ქვევით, წმინდა ნინოს წყარომდე. ისევ შიშვლები ვართ, მზად ვართ ცივწყალში ჩავეშვათ. მზად და მონატრებული ვართ სხეულისა და სულის განწმენდას. თხელი თეთრი ქსოვილი, რომელსაც რიტუალურად ვიცვამთ, შემდგომში დაავადების ან სიკვდილის დროსაც შეიძლება გამოგვადგეს. ალექსანდრა მიხაილოვიჩი, ძუმგელი. ჩემზე იტყვიან ფილოსოფოსიაო, მერე კი ზურგ შემაქცევენ. ზისხში მოგბაძავენ, იცი? განთიაც ვერ ვხედავ, რადგან სიბნელე მეფარება. მე კი აღარ ვიბრძვი ქათენებისთვის. შაშვის გალობას ბუს სიმღერა ცვლის. ორივე მარტოა და არც ერთი ჰგავს მეორეს. იცი, ისეთი დაღლილი ვარ. თითქოს თოჯინებს ვხედავდე თავისებურად მოცეკვავეს. ქუჩები კი ყმუილის ხმას გამოსცემდნენ. ყველაფერი მარტოობისთვისაა, ანუ ჩემთვის. ხოლო როცა თვალებს ვახელ და შენ იქ არ ხარ, დილის სხივებით მევსება წამწამები. მზერა იცვლება, ჩუმად ვაკვირდები მანძილს ყველასგან და ჩემს სიშიშვლეს ანათებს მზე. თბილისში ყოფნის კიდევ 2 დღე დაგვრჩა. ამ 2 დღეში ბევრად მეტი ვიცხოვრეთ, თითქოს მთელი კვირა. სულიერებისა და ხელოვნების კვირა. პირველი, ეროვნული საცეკვაო ანსამბლის რეპეტიცია, რომლის მოცეკვავეები მიწას არ ეხებიან, მაგრამ ცაში ფრენენ თავიანთი ფანტასტიკური პირუეტებით. მრავალჟამიერი. ცრემლს ვერ ვიკავებთ. რატომ ტირის ადამიანის სილამაზის წინაშე უბრალო სენტიმენტალიზმია ეს თუ მადლიერება იმისთვის, რომ ასეთი რამის მოწმე გახდი. სპექტაკლი მიხაილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში. უხერხემლო. სპექტაკლი მრავალ რამეზე. ჩემთვის სიბრალულის შესახებ. სოციალური ჩარჩოები ინდივიდუალურ თავისებურებასთან წინააღმდეგობაში. შეუძლიათ თუ არა მშობლებს უყვარდეთ შვილები, თუ ისინი მათ მოლოდინებს ვერ გაამართლებენ. ერთია, ვისაც ნამდვილად შეუძლია ეს და ჩვენ ვამბობთ, რომ მას ვგავართ. სპექტაკლის შემდეგ რეჟისორი იოანე ხუციშვილი და მისი თანამშრომლები სუფრას გვიშლიან დისკუსიისთვის.
და მას ყველითა და ქართული ღვინით ამკობენ. საუბარი მიედინება როგორც მდინარე მრავალ შენაკადთან ერთად. ერთ-ერთ მათგანს ჩვენ სასტუმრომდე მივყვებით. იოანე გვაცილებს და ექსკურსიას გვიწყობს ფართო ბულვარებსა და ვიწრო ქუჩებში, პარკამდე, სადაც დგანან მწერლების, დრამატურგების, მსახიობების, ილუსტრატორების ქანდაკებები. თბილისში 30 თეატრია. ბელგრადთან შედარებით, რომელიც ბევრად დიდია და მეტი მოსახლე ჰყავს, საქართველოს დედაქალაქი წარმოდგება როგორც თეატრის, წიგნების, მწერლების, მსახიობების, მოცეკვავეების, მხატვრების, მკითხველებისა და ხელოვნების მოყვარულთა ქალაქი. შეუძლია თუ არა ხელოვანებს სამყაროს გადარჩენა, თუ მხოლოდ მდუმარე ხმაა ტრაგიკული ადამიანური ბედისწერის წინაშე. იასმინა მალეშევიჩი. მომხიბვლელი ალი. მშვენიერმა პოეტმა არ უნდა მოხიბლოს ლამაზი გოგონა. მშვენიერი პოეტი ლამაზ გოგონას მთის მწვერვალებზე ახავს და ცეცხლის მრგოლ დრაკონებს გადასცემს. დრაკონები ლამაზ გოგონას ოქროს ჯაჭვებით აბამენ და აღარასოდეს უშვებენ. როცა ლამაზი გოგონა მოხიბლავს მშვენიერ პოეტს, მშვენიერი პოეტი კარგავს უნარს, მთებზე აფრენის. მშვენიერი პოეტი ძირს რჩება კოცნის ტყვეობაში. ლამაზი გოგონა მშვენიერ პოეტს აწყვეტილ ალერში ახვევს. მიუფენს აბრეშუმს ათესობით ფარვანას სირბილით ნაქსოვს. ნეტავ ლამაზი გოგონა ხომ არ ცდილობს პოეტის მოხიბლას, ცეკვავს მასთან ერთად. მაშინ როცა ის სიყვარულის სიტყვებზე ჩურჩულება, ამ სიტყვებს ალმურიასთვის. ისინი მარადისობაში მისრიალებენ, ორბიტას მიუყვებიან აღგზნებული მკერდის შუალედში და სამუდამოდ ინთქმებიან მასში. ხრისტინა მრშა. საქართველოში ჩემი ცხოვრების ყველაზე ამაღლებულ ეტაპზე მოვხდი. სკოლას ვამთავრებ. რამდენიმე თვეში სტუდენტი გავხდები. უამრავი შეგრძნება იყრის თავს ჩემში. აღტაცება, ცნობის მოყვარეობა, სინაზე. მაუცებს თბილისი თავისი მრავალფეროვნებით, დასავლური და აღმოსავლური იერით, სიცოცხლის ხმაურითა და დაუღალავი რიტმით. მიხარია, რომ სწორედ ამ ქალაქში იწყება ჩემი ცხოვრების მთავარი თავგადასავალიც. ჩემი პირველი პოეტური ტურნე. აქ ყველაფერი ისედაც პოეზიითაა დამუხტული. სიმბიოზი. ჩემს თითებში ხარ გაყურსული. შენ ვისაც არა გაქვს არც საწყისი და არც სასრული. შენ ვინც ნუგეშსა და უიმედობას შორის მოგზაურობ, თხილის და აკაციის სურნელით და ყველა იმ თანავარ სკლავედით, რომლებსაც გვერდი აუარე. ჩემი თითები ორთქლივით გისრუტავს, მახვილი ღიმილით მკბენ, ცეცხლოვანი თვალებით. ჩემს ბედის ხას მისდევ. ბავშვივით არ ბიხარ ხელის გულის ბორცვზე, ჩემს გადაჭდობილ თითებში მოწყდეული. შენ დამსხიბე ფრჩხილები, რომ დაგენახა, რა იმალება მათ შიგნით, რომ გეპოვა გზა და კარი, ჩემს სხეულში შემოსასვლელი. ჩემი ნეკნების უკან დასამალად, სახლის სასაგებად, ვარდებისა და აგავების დასარგავად,
თითო ნეკნზე თითო ნერგი. ჩემი ძვლის ტვინის შერევა მზის შუქისა და ბაბუა წვერას წვენთან და ზეთის ხილის ტოტით ხატვა ჩემი სულის უდაბნოს ქვიშაზე. შეეხე ჩემი ოკეანის ყველაზე ღრმა და მაღალ წერტილს. ყოველ კუთხეში აღმართე ალამი, პურის ნამცეცები გადმოყარე, გზის საპოვნელად როგორც ზღაპარში. მაგრამ მე ზღაპარი არ ვარ. არც ჩემი სხეულია კამფეტის სახლი. ჩვენ მინდვრები ერთად გადავირბინეთ და მწარე წაბლის ჩრდილში ვიძინეთ. ჯერა ყველასგან დამიცავდი. ვინც ჩემს გაღვიძებას შეეცდებოდა, არც კი ვირხეოდი, რადგან შენ იყავი ჩემთან. ჯერა ხელის გულებს დაისერავდი და კოჭებს დაიმტვრევდი. ყველას დაედევნებოდი. ვინც ჩემთან მოახლოებას გაბედავდა. შემდეგ მოიკუნტებოდი მარილის კლდეში და განიბანებოდი ჩემი სულის სამკურნალო წყალში. რადგან შეგიძლია, ხოლო მე მძინავს. მუხლები დაიყვლიფე ჩემს ბნელ დარბაზებში ხეტიალით. გონების ხამლით დაგათრევდი, როგორც ყველა ხალხის ისტორიას, ყველა დასაწყისის ჭეშმარიტებას. მე იმპერიების ნგრევას უყურე. მეფეების ფარცხალს სიხარბის კლანჭებში, ვუყურე ცხენებს, ნიჩბებს, თოფების ხმაურს და სისხლს, ყველგან სისხლს. და რკინის გემო მქონდა პირში. ბატებმა უნებურად გადაარჩინეს რომი. შენ კი მე გადამარჩინე. უბრალოდ ყოფნით. ბოლო დღე საქართველოში. მზით, სიყვარულით და სევდით სავსე. ყოველდღიურობაში გადმოსვლა ოდნავ მკაცრი იყო. ასია ყოველთვის, როცა მოგზაურობის რიტუალი სრულდება. ბევრი საათი ათენის აეროპორტში. ბევრი ადამიანი ღმერთმა იცის საით მიდიან. ჩვენ დუმილში ვართ. ვკითხულობთ, ვწერთ, ჩამოგვეძინება ხოლმე. ვცდილობთ ნაზად შევკრათ შტაბეჭდილებები და ღრმად შევინახოთ გულში, წმინდა მოგონებების სიწმინდეში. ბელგრადი ღრუბლებით გვეგებება. დრო, რომელიც მომავალ შეხვედრამდე გვაშორებს, ათვლას იწყებს. თქვენ უსმენდით აუდიო კომპოზიციას პოეზია, შეხვედრის ადგილი. პროექტი მომზადებულია საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით. მონაწილეობდნენ მსახიობები ნინო ფილფანი და თემო ფირცხალაიშვილი. თანამედროვე სერბი პოეტების ლექსები და ჩანახატები თარგმნა ნინო სადღობელაშვილმა. რეჟისორი თორნიკე ბუხრაშვილი.